დისკუსია სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა სამერჯობის შესახებ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა საჯარო ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით ხორციელდებოდა და მიზნად ისახავდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფხულის არდადეგების პერიოდში სტუდენტთა დასაქმებას. მაშინ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაგეგმილ დისკუსიაში პროგრამის მონაწილე სტუდენტები და პროგრამის რეგიონული კოორდინატორები ჩაერთვნენ. დისკუსიისას სტუდენტებმა ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე პროგრამასთან მიმართებაში, პროგრამის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, სტუდენტების ინფორმირებულობაზე, რეგისტრაციის ხელმისაწვდომობაზე, გამჭვირვალობასა და თანაბარ შესაძლებლობებზე. სამარჯობი 2012 ნამდვილად წარმატებული გამოდგა, არა მარტო ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყველა სტუდენტისათვის. ეს არის პროექტი, რომელიც მომავალში ჩვენ ხელს შეგვიწყობს ჩვენი პროფესიული წინსვლის და ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ მატერიალური სარგებელი მივიღოთ ამისგან, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღებთ გამოცდილებას, ვიურთიერთობებთ ხალხთან. ჩვენს დეპარტამენტში განხორციელდა პროექტი, სადაც დასაქმდა 1800 სტუდენტი და ეს პროექტი არის საბინაო პირობების კვლევა. ჩვენი პროექტი ნებისმიერი ხარვეზის გარეშე ჩატარდა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ სტუდენტების ჩართულობით და მოხარული ვიქნები, რომ შემდეგშიც მსგავსი ღონისძიებები და ასეთი პროექტები განხორციელდეს. დისკუსია პროგრამა სამერჯობის შესახებ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით შედგა. პრეზიდენტის ინიციატივით საზაფხულო დასაქმების პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.